აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. მთავრობის წევრებმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და მოქალაქეების მომსახურების სრულყოფას ითვალისწინებს. მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიჯელეთ მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე, რაც კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის ჩვენ საქმიანობას. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ყველანაირი წესების და პროცედურების დაცვის შედეგად გადაკეთდეს იუსტიციის სამინისტროდ. დაგვემატა ესეთი ფუნქციები, რაც მოიცავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, ასევე პორტალი, რომელიც განაპირობებს დევნილი მოსახლეობის უკეთ მომსახურებას, აღნიშნული ფუნქციებით დევნილ მოსახლეობას საშუალება ექნება ინტერნეტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდეს სხვადასხვა სამინისტროებს, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განათავსონ განცხადებები, თავისი მოთხოვნები, რომლებზეც იქნება ადეკვატური და მყისიერი რეაგირება, რაც ცალსახად გაამარტივებს მათი ცხოვრების პირობებს